ახალი სატრანსპორტო ტერმინალი ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო წარმომადგენლების მტკიცებით არის უკვე თითქმის დასრულებული და სადაც ტვირთებს გაატარებს. მეტიც ამტკიცებენ, რომ სატესტო ტვირთებმა უკვე გაიარა ამ ტერმინალში და მხოლოდ მცირე დეტალებია დასასრულებლად. თავის მხრივ ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, კატეგორიულად უარყოფენ, რომ შევლენ ამ შეთანხმებაში და მისცემენ საშუალებას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ტვირთები მოხდეს რუსეთში, რადგან ეს არის კანონის დარღვევა. თუმცა მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცე უარისა, უსაფრთხოების ექსპერტები ხედავენ სულ სხვა სცენარს. პირდაპირ ამბობენ, რომ მხოლოდ დროის ამბავია, როგორ წავა ეს პროცესი, ფიქრობენ, რომ თუ საჭირო გახდება კანონის შეიცვლება, შემდეგ დათანხმდება უკვე ქართული ოცნება ტვირთების გატარებას, რაც იქნება ფაქტობრივად ღალატი ქვეყნის და აღიარება ფაქტობრივად აფხაზეთის და უკვე ამ ტვირთების გატარების შემდეგ დაიწყება რკინიგზის მუშაობას. ასეთია უსაფრთხოების ექსპერტების გათვლით მოსალოდნელი სცენარი, სხვანაირად ყველასთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლებოდა რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში დაეხარჯა ძალიან დიდი ფული ტერმინალის მშენებლობისთვის, თუ ივანიშვილის გუნდის მხრიდან არ არსებობდა თანხმობა და ფარული შეთანხმება. შეუძლებელი არის საბაჟო ტერმინალის აშენება რუსული ფულით, ისე რომ გარკვეული ფარული მოლაპარაკებები და ჩუმი თანხმობა არ იყოს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ტვირთების რუსეთში გატანას და რუსეთიდან საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გატანას ემსახურება. მით უფრო მაშინ, როდესაც თავად ივანიშვილი იყო 2012-ში, რომელიც მონდომებული იყო აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით სტატუსის მიუხედავად და როდესაც ეს უკვე გარდაულად ჩანს, რომ მათ შორის ამ გზის გახსნას აფხაზეთის რკინიგზის გახსნაც მოყვება, რაც აზიანებს პოლიტიკურ სტატუსს ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოს ტერიტორიულ ინტერესს და როდესაც სტრატეგიაზე უარი თქვა თავად ირაკლი კობახიძემ დეოკუპაციის, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა გეგმა აქვს რუსეთს საქართველოს მიმართებაში, სამ სახელმწიფოდ დაშლილი საქართველოს დააბრუნოს თავის გავლენის სფეროში და ამ პროცესში როგორ ეხმარება ივანიშვილის რეჟიმი კრალს. გამოდის ის, რომ დაფიქსირებული უნდა იყოს მესამე მხარე, ეს არის აფხაზეთი, რადგან აფხაზეთი ითხოვს ამას, ესე იგი დოკუმენტში უნდა იყოს რუსული მხარე, აფხაზური მხარე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საქართველო. ხო, ეს სამკუთხედი ნიშნავს, თუ ასეთი რაღაცა მოხდა და თუ ვინმე ეს იდეაში აქვს ამის ხელმოწერა, ნიშნავს აღიარებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის. მე ვფიქრობ, რომ ამ გზით სვლაც გაუჭირდებათ, რუსეთს ძალიან კარგად ესმის ეს და აქედან გავაბნონ, ესენი ცდილობენ ჩაატარონ ისეთი მოქმედებები, რაც იწვევს ანექსიას. ქართული ხელისუფლებისგან სიჩუმე ნიშნავს ფაქტიურად ანექსიის ნიშნების აღიარებას, იმიტომ რომ რუსეთი ამით სარგებლობს. დღეს ჩვენს პარტნიორებს კიდევ არ უნდა ვებრძოდოთ, არამედ მათთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეთ აი ესეთი ქმედებების წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. რა მიზნით უნდა სჭირდებოდეს რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურზე საბაჟო ტერმინალი. ეს პროცესი, პროექტის შენება დაიწყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ბუნებრივია, ფუნქციაზეც უკვე ღიად საუბრობენ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში და ამბობენ, რომ ეს არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომ რუსეთმა შეძლოს ვაჭრობა, ამიტომაც ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ ეს არის ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების თავის არიდების გასამარტივებლად შექმნილი სატრანზიტო ტერიტორია და ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ქართული ოცნება ამ რისკებს საერთოდ ვერ ხედავს, ამბობენ, რომ არარეალურია და იმეორებენ მხოლოდ იმას, რომ ტვირთებს არ გაატარებენ. და რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაცილებით უფრო მძიმე სურათია, ვიდრე შეიძლება იმ სავაჭრო ტერმინალს, რასაც ეძახით, რაღაც სავაჭრო სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს
რომელიც რასაკვირველია ვერანაირად ვერ იქნება ვერც სანქციების გვერდისავლისათვის სასარგებლო და ვერც დიდ შემოსავალს მისცემს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას. ტერიტორია არის ოკუპირებული. იქ რაღაც სავაჭრო ცენტრს აშენებენ, რომელიც დაცმოძრაობის ინფორმაციით შეიძლება გამოდგეს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად ამხელა სისულელე მე არ გამიგია. სამწუხაროდ არ არსებობს თანამშრომლობის არანაირი ფორმატი ვინაიდან ტერიტორიას, რომელსაც თქვენს მიერ შემოყვანილი საოკუპაციო ძალა განაგებს, არ შეიძლება დამოუკიდებელი მხარე ეწოდოს. ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო აფხაზეთი ცდილობს რაღაცა გააკეთოს, რასაკვირველია ჩვენთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო შეთანხმება და საქართველოს აღიარებული საზღვრების დარღვევით ნებისმიერი ტვირთის გატარება, მიღება და შემდეგ არის უკანონო და არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს. შესაბამისად ის რაც უკანონოა არის დასაგმობი და მიუღებელი. შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას. თქვენ რას ფიქრობთ? არ გაუვრცელებიათ აქამდე შესაბამის უწყებებს, მაგალითად ფაქტები ასეთია, პროექტი, რომელსაც მალავდნენ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში და ისი აშენებდნენ, ახლა გადაწყვიტეს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომ გაასაჯაროვონ და გალში ფაქტობრივად ბოლომდე არის მიყვანილი უკვე ტერმინალის მშენებლობა და ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქართულ ოცნებაზე. კანონის მიხედვით ბუნებრივია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გატარდება ტვირთები და ქართული ოცნებაც იმეორებს, რომ ამას არ დაუშვებს, თუმცა კითხვა რჩება, კითხვად მაშინ რა გათვლით დახარჯა ოკუპანტმა რუსეთმა ამდენი ფული ტერმინალის ასაშენებლად.